საღამო მშვიდობისა ხუთშაბათია და უკვე ტრადიციად ხუთშაბათს სწორედ ამ დროს ეთერშია გადაცემა თქვენი ხმა. დღეს ჩვენ გვექნება ცრუ დაპირებების ანთოლოგია, შეიძლება ასე დავარქვათ, 2011 წლიდან დღემდე, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში შემოვიდა, არაერთი დაპირება გასცა. და ამ ხნის განმავლობაში დაპირებებს მართველი პარტია, რომელიც ახლა ჩვენ ფონზე არის, მაყურებელს შევახსენებ, ძალიან უხვად არიგებდა, თუმცა მხოლოდ არიგებდა და მის შესრულებაზე ან საერთოდ აირჯებოდა, ან მინიმალურად. და უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესოა თვითონ ეს ჩამონათვალები, არაერთმა ჟურნალისტმა არაერთხელ შეაჯამა ერთგვარად ეს დაპირებები და მცირე ნაწილიც რომ შესრულებული იყო, შეიძლება დღეს ჩვენ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა. ნამდვილად და ძალიან ბევრი დაპირება მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან კარგად დღემდე შეახსენებს ხელისუფლებას, რომ დიახ, ეს იყო დაპირება, რომელიც უნდა შესრულებული იყო. ეს იყო სიტყვა, რომელიც მისცა თავის დროზე პარტიამ და მთელი დღევანდელი გადაცემის განმავლობაში ჩვენ გვექნება ინტერაქტივის კითხვა არის ასეთი, შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაპირება ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის განმავლობაში. კი თუ არა, შეგიძლიათ დარეკოთ ზარი უხვასო და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელ გადაცემას კი ვიწყებთ გურით და მე რა თქმა უნდა გურის ადგენის პრივილეგიას ნათია ტრაპაიძეს ვერ წავართვე. დაწინაურდნენ ამ გადაცემაში ჩემი გურულები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იუმორნარევი რეალობა შემოგთავაზეს გურულებმა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საინტერესო ამ შემთხვევაში დაპირებაც, რომელიც ამ სიუჟეტს ებმის წინ, ეს არის ხეების გადატანასთან და მოჭრასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი 100-ლოვან ხეებს ჩეხდა და მხოლოდ სახლის დეკორაციისთვის იყენებდა ამ ხეებს. რეალურად კი ხა ჩვენ შეგვიძლია როგორ შეცვალა მან თავისი ნათქვამი, ვნახოთ უკვე გურიის რეპორტაჟში. როცა შესთვალწინ იჭრება 100-ლოვანი ხეები, რომლებსაც სტიქიამაც ვერაფერი დააკლო, იჭრება, რომ მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს, არ შეიძლება არ მოგინდეს ამ კაცის შეჩერება. ჯერ მოგვატყუა. პროპორციული არჩევნები იქნება, გვიხარო და ნორმალურად ჩადადებოდა. აი ფულით ადგა დოურიგა ხალხს, ხო და ძალიან ცუდი კაცი ყავს. პირში ვეთქვი მომიყვანეთ თუ გინდა. გავწიწკნი შუაზე, გავწიწკნი იმას, გავწიწკნი. ნუგეშინია კი აი ვირთხა, მართლა ვირთხა. მაისაძულელი. წევიდეს მისჭოლვილაშ, წევიდეს. ჩაკროს ფუნაში ვერ. შევადე და გაუბედურებული ქალი. 4 ობლების პატრონი. სოციალური მქონდა. ხო და ეს სოციალური რატომ მომიხსნენ, მე არ ვიცი. პენსია წამლებში ამყოფნის, რა თქმა უნდა და მეხმარება. ნათესაობა ხან ძმაი მეხმარება, ხან ვიცხა მეხმარება, რომ წამალი ვიყიდო. რომელი შესრულდა ნუ მკითხებ. ყველა თითქმის ასწევრად ყველამდე მაგის კეთილზე. სასაცილო კითხვა დაგვიშვით ნამდვილად. ივანიშვილის დანაპირები რაიმე შესრულდა? რა შეცო ივანიშვილს უნდა ტყვია შორში და გუგეთებს ხალხი მაგას. გუგეთებს ხალხი. რაია გაიაფთება, რაღაცა ხამთარიას როსასავ რაია გაიაფებული შენ ატყო გაიაფებულია ჩემთვის ამე? სადა 5 მილიონი განა კაბიქზე მივედი, გინდა მოთხოვრო იზა შემოია, ხანო ვიცი მომაგდენ გარე. რატო გამოგაგდეს? რატო ამჭირდები აფერშიო. მე ვჭამ ქვეყანას რომ შემკიდიხარ ფეხებზე. რომელი გახსენდებათ, რა შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა დაპირებებიდან? რა შეასრულა, ჩემთვის მაგალითად აფერია შესრულებია. რატო გაცვეთ ეს მაისურია? გულზე არ მეხატება, მაგრამ ეს სიტყვისთვის მაცვია. ყველაფერი ტყვილი. ეგ როგორ? ყველანაირად ასდაბილი და ყველაფერი მოგვატყუა და შესრულებული დაპირება არ მახსოვს. ვერც გავიხსენებ, მაგრამ დაპირება ქონდა ესე კარგი. არასფერს არ შეგვისრულებს მაგაც. მე ასე მგონია, განახევრება არ მინდა ოდნავ რომ დეეკლო. იყო კაით არა. ახლა განახევრება 3 ლარი ერთ ლიტრი ბენზინი თითქმის. ქარხნები აშენდა სოფლებში 100 ქარხანა თითო სოფელს. ასეთი იყო ივანიშვილის დაპირება. ერთი რომ აშენებულიყო, კაი იყო. ერთი ჩღადაურში. აი გეხოეთები რა, ერთ მაგენი მიეწია სულ ყველა მის გადასწაი ბიძინას და ეგეც არ გვინდა მაგ თემაზე საუბარი. ყველაფერს მომატა, ყველაფერს. დედაშები გაჭირებული ყავს ეგე და რასაც აგე რა გამოვდივარ რაცა 2-3 ლარს ვიშონი და WhatsApp-ები ერთმანეთზე დედიკონას მუტანო წამალი. შეშალ მაგ სახში სახურავში მიარს წვიმამი მოდის და რა ვიცი ყველაფერი უბედრო. რა თქვა, კაი მითხარი. გადმოგცათ 5 მილიონი სოფელს. ჩემ და ფილარმუცია.
ბაღნების მონაცვალში ვარ აგერა. რას ეტყოდით ივანიშვილს? დროზე ახვიეთ გაზე. ალა არ შემაგირებიოს და დროზე. უკვე მოსულია შეიძლება გათვლილია დღეებით მოვხარ. კი მოიანე ავანდობი. სამზევი და დოლარი. ოდა წამალი სულიერ. აღგებარ ხელა. მოსკავის მე რაც მინდა, რომ შემხედავ უკვე ის არა. შეიძლება ხურნალობო არა ჩემი საშველი. თქვენ გეხმარება თუ თავრობა, თუ მხოლოდ პენსიით არსებობ? არ რაც მეღარება. მართლა ვარსებობ. სახლიდან მენგრება, ხალი მომიწა და ხება მარტო. თუ თური გაკეთებული მეწევი. ამასაც მიძვირებს. მე თუნდება ვაღარ შემოდივა. თქვენზე ვზრუნავთ და იმიტომ გიძვირებთ თავ ესა გვეუბნება მთავრობა. არ მინდა. სტუდია ჯანმრთელობისთვის. არ მინდა, სხვანაირად იზრუნოს მე გამჩვენზე. იზრუნავს თავისთვის. ალაბეს მომატა, იმიტა ზრუნა. ზრუნა, ხებასი მომჩენზე იმოხსოს რომ ვიყიდოთ ეგრე. დაბეჭდი სიგარეტი დორეზე და მისენები. ცოცხლობთ. კი არ ცხოვრობ, ცოცხლობთ. რა შესულა, სულ აქცია მიმდინარეობს ტელევიზორში. რას ეტყოდით ივანიშვილს რა შეგეძლო? რა შეყვეთ რა საქმედურს. მუშაობა გერ ორ კაპიკად ვერ ვართო ვერაფერს ხავს არ აქვს შესაძლებლობა სამუშაო ადგილები არ არის სამსახური არ არის არაფერი არ არის მე ხა შეგახსენებთ ბიძინევანიშვილის დანაპირებს და რომელი ამისრულდა რომელი აგვისრულდა მითხარ აი გაზის და დენის ტარიფი უნდა ყოფილიყო განახევრებული კი გაკეთდა ერთი გაზი გაკეთდა ტარიფი უნდა განახევრებულიყო დენი უნდა განახევრებული უფრო მეტება როცა მივდივარ ყველაფერს სახელი ეკიდება ძვირია პენსია დაგვიდა არ დაგვიმატა იგი დაგვიდა არ მოგვიმატა არაფერ ყურადღებას ქვეშ არაა ხალხი მაგის იმა დაპირებებიდან რომელი შესრულდა თქვენ რომელი გახსოვთ არც ერთი მომატება იციან და განახევრება და მოკლება რაც აღარ მოგლებენ მას საერთოდ ხალხი ყავს უკმაყოფილო და ვარ მეც უკმაყოფილო და ჩემი ოჯახიც ჩემები რო იყვნენ ჩემიანები მოსული და მაგან რაც ისაუბრა და იდე და როგორ გახარებული გამოიქცენო მე სამუშაო ადგილები გვექნება და რა კარგია და მთელი ოვაციები წვიმდა საშინლად კოლგებით იმით შევხდით დიდებულად და იქედან ერთიც არასრულებულა ერთი რამე რომ აი კი გააკეთა მან არ ითქმება არც ერთი მე შეგახსენებთ იქნებ რომელიმე გამოგრჩათ თქვენ აი გამომრჩე რატო რომელი დიდი ქვეყანა ჩვენ ვართ არიქა 100 მილიონი ჩვენ ცხოვრობთ რომ გამოგრჩეს რაღაცა რა დაგვირდა ერთი ხო გეტყვით ხა რაც დაგვირდა არა მეც იცი ჩემო არც ერთი შესრულებულა მოკლედ ასეთი იყო გურულების მიერ დამახსოვრებული და დანახული დაპირებები, რომლებსაც ისინი ხელისუფლებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეახსენებენ. მაგრამ ფაქტია რომ არაფერი არ ახსოვთ. არა, ყველაფერი ახსოვთ, მაგრამ ხედავენ რომ არაფერი არ შესრულდა. თუმცა ერთი დაპირება მე მგონი მაინც შესრულდა და ეს დაპირება იყო რომ ევროპას გავაუცებთ ისეთი დემოკრატია გვექნებაო და მე მგონი გავაუცეთ, თუმცა ძალიან ნეგატიურ კონტექსტში სამწუხაროდ ჩვენ და უნდა გადავინესოთ ახლა იმერეთში, კერძოდ ხონში, სადაც მოდი ვთქვათ, თავარი პრობლემა რაც რეგიონებში არის, ეს არის ახალგაზრდობისგან დაცლილი სოფლები, ეს არის უკიდურესი სოციალური პრობლემები. და ყველაფერი ამის სათავე არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებს არ აქვს სამუშაო ადგილი. და ყველას კარგად გვახსოვს, რომ იყო ასეთი დაპირება, რომ ყველა სოფელზე უნდა გამოყოფილიყო 5 მილიონი ლარი, ასეთი კონკრეტული ციფრიც იყო ნათქვამი, იყო დაპირება, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ყოფილიყო მინიმუმ ერთი საწარმო, რომელიც ნუ რაღაცა ეპიცენტრი იქნებოდა ეკონომიკური აქტივობების. თავარია რა გვაქვს ახლა რეალობაში ამ დაპირებებიდან 7 წლის თავზე არც ერთი საწარმო, ძირითადად უმუშევარი მოსახლეობა და ამის ფონზე დაცლილი სოფლები. რა თქმა უნდა, ვნახოთ რა ხდება იმერეთში. გითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. დაივიწყეთ და დამანებეთ თავი თქვენი 5 მილიონის გახსენებით. ეგი სამართალია შილო ქვეყანაზე? ახალგაზრდა ქალი ვარ მე, პენსიაო რო იძახ, ეხა პენსიის წამოდი ერთ ბაზარში ვიყიდოთ რამე. წევიდეთ, არ გაინტერესებთ? მე შვილიშვილების სტუდენტები მყავს, პატარას მყავს საქმე, მაგრამ სოციალური მომიხსნე შვილო მე მიწა წამართვენ მეტი რა გინდა როწეს 200,000 სამუშაო ადგილი შეიქმნებაო დაგვირდა წინას არჩევნოთ რამდენი შეიქმნა ხონში რა ის სამუშაო ადგილი შეიქმნა შვილო ქუთაისში დადიან სამკერვალოში ხალები მაღაზიები იკეტება გახედეთ რომელი მუშაობს შვილო გამოხედი აქანე რა ხდება გაბანძებულია ხალხი ვერ ხედავ რა იაცვენ მეორადების დასაცველია შვილო ცხოვრება ვიხჩობით ბიძინა ივანიშვილის ხელში ვიხჩობით მაგ კაცებს ცოცხლად დასამარხავ
შესრულებული დაპირებები რომელი შეგიძლიათ ჩავმითვალოთ? რომელი დაპირება შეასრულა? მისი ცხოვრებისა შეასრულა ყველა დაპირება. ჩვენზე არაფერი შეუსრულებია მაგას, არც ერთი არ შეუსრულებია. პენსია ხომ მოგიმატათ? რაჯანდების პენსია მოგიმატა, მათხოვრად გვაქცია? მათხოვრად გვაქცია, მათხოვრად. რა მოგვიმატა? არაფერი. დაპირება ყველამ კარგი იცის. თუ გინდა ველოდოთ ახალთავრობას, იგის ბევრს დაგვეძება, მაგრამ ამაზე მეც ვერ მოგვატყილებს, რაც მაგან მოგვატყილა. სულ ყველა არც ერთი დაპირება არ შესრულებულა მისი. გააკეთა არაფერი. ხალხი წინ წასვლის მაგალითად უგუღმა წასულია. სოფელი არის ამხელაგი წასულია. ხალები, კაცები გენ სამუშაოდ არიან საზღვარგარეთ წასული. ახალგაზრდები, ჩემიტონა ბიჭები რო შეიარო ქუჩა. სოფელი ჩამეია ბიჟა იყო, მანამ გამოდიოდნენ ხალხი არავინ არა. ყველა წასულია სამსახურის მუშაობენ ტროიკებზე და რა საზღვარგარეთაა. დარეკავ ტელეფონი ჩამო 5 წელიწადია ბიჭები წასულია დღესაც არ არიან ჩამოს. ბიზნესმენმა საერთოდ არ შეასრულა არაფერი საერთოდ. საერთოდ რატო გაჩნდა ამ ქვეყანას ეს პლელი, ეს საზღარი პიროვნება ეს. საჭმელი არა გვაქვს, სასმელი არა გვაქვს, უმუშევარი ვართ. 4 ადამიანი ვართ, უმუშევარი. ბაღანას უმაღლესი აქ დამთავრებული და ჟია სახში. არა უმუშევარი რატო ხართ? 100 ქარხნიდან არც ერთი არ აშენდა ხონში? რა იაშენდა? რაც იყო აშენებული იგის დაანგრიენდა. ყველაფერს გიკვირდებოდა, აგახსენებთ და გამშვენებთ და სადა და გვამშია ხალხი მოხსპო, გაგვანადგურა. რომელი შესრულებული დაპირება გახსოვთ ბიძინა ივანიშვილი? არც ერთი არ შეუსრულებია, ჩვენზე პირიქით გვართობს ყველაფერს. პატარა ბოსტი, რასაც ცოტა დახმარება გონდა და იქით წაართვა. სოციალური დახმარება გაორმაგდება და პენსიები გაიზრდებაო, ამბობდნენ. არა, არაფერი არ გაკეთებული და არ გაკეთება იმედი მაქვს. მაგრამ თუ იქნა ჩვენ არაფერი არ იქნება ხალხისკენ. იქნება მისი ჯიბისკენ და მისი ხალხისკენ. არც ერთი არ შეგვსრულებია. თუ გინდა სიმართლეს, ზუსტად გეუბნები, რაც დავკვირ და არაფერი არ შეგვსრულებია. რა შემსრულებია პენსია მაქვს 200 ლარი და დავტოვე დღეს ექიმთან და წამივედი სარიე. 220 ლარამდე გაზარდა პენსია. მე როდის რომ მოვტები მე მომცემს? თუ დეინგრა თორე გაკეთებით არაფერი არ გაკეთებული. რა ის ხალხი ეგენი, რა არიან ეთავრობა მითხარი. დაგწეული ვარ კვილო. რატო პენსია ხომ მოგიმატეს ახლა გალბატონო? პენსია მე რა ბებო პენსიაზე ვიქნე მუშაობ და რატო არ მაძლევს რო შემიძლია ჩემი ხელფასი. პენსიაზე არა მაგ ლაპარაკი ბებო. არა რას გაიაფთა. პირიქით, ორმაგი ფასებია, რაც სააკაშვილის პერიოდში უნდათ ყველაფერი იაფათ უნდათ შემოეტანათ ხალხისთვის, მაგრამ ორმაგი და სამაგი ფასებია. რამდენი ქარხანა აშენდა ხონში? აი ქარხანა აშენდა ყველაფერი დაფსებულია ვეძია ხანა. ბაზარის მე არაფერი არა. რამდენი ქარხანა აშენდა ხონში? არც ერთი, არც მარტვილში და არც რა აშენდა არაფერი. თუ გადაშენდა თორემ არაფერი არ აშენდა. საწვავის ფასს გავანახევრებ, ტარიფებს გავანახევრებ, ესეთი დაპირებები იყო 2012-ში და დღეს რა ხდება? რა ხდება და უსაშუალო ფასს ვაძლევდა რა ვიცი, მე რა უნდა მოხდეს რა. პენსია ხომ მოგიმატათ ახლა? გამომატა ჯერ. ათვიდა პენსია რომ მომატა, მაგიღრს ყველაფერი და მომატა გერა პირიქით მოუკლო. გააძვირა ყველაფერი და რაი პენსიის მომატება რა შეიძლება. წამლები ხო გაიაფთა? სად გაიაფთა, ბატონო, წამლები? წამა მიდივარ ახლა აბათუა იაფოს შეხვდეთ, შევიდეთ აპევეს ნუოიაფთეებში. გაიაფთა კარი გააცმაგდა. ბატონი ბიძინა სანამ დადგებოდა თქვა 400 ფაბრიკას და ქარხანას ავამუშავებო, მაგრამ ჩვენთან ივანდიჩი ახლა ჩაის ფაბრიკა გაჩერებულია და ჩვენი ხალხი თურქეთში დაიარება და იმგენს უკრიფავს ჩას. გაიაფებულ ტარიფებზე რას მეტყვით? ასმა მოიმატა შვილო რა გაიაფთა, არაფერი არ გაიაფებულა, მოიმატა ყველაფერმა. ჩემს ოჯახს როგორც უჭირდა, უფრო გაუჭირდა თუ არა. 5 მილიონი თითო სოფელს. ვაიმე, რომელი ერთ მანახეთ, რომელს მისცათ უნდა 10 ლარი. რომელს მანახეთ ის ოჯახი და მიმიყვანე და მომკალით იქ. არაფერი არ გაუკეთები. თითითიძე არ აქვს დადებული ჯერ მაგას. აი ფული აქვს ბიზნესს ათუდა ჩვენი ფული ამას რო ერი იტყვის, ერი არა. ჩვენი ფული ათუდა ბიზნესს ამეხსენეთ. მის სიყვარული ამასაც აქვს. ეგი პირველ გაგონება, არაფერი ჩვენთვის არა. ჩვენთვის არაფერი არა. რომელი იწვის მაშინობა მე არ ვლაპარაკობ და სხვა იწვის 5 მილიონი მივიღეთო? არაფერი არა შესრულებული. იგივე სიტუაციაში ვარ, იმაზე მეტად მიჭირს რომ მიჭირდა. რამდენი ქარხანა აშენდა? სადა არ ვიცი, ჩვენთან რაც იყო, იგი დაქცეული და დანგრეულია და აშენებული არ მინახიეს.
ნაწილობრივ შესულა და ნაწილობრივ რა ვიცი, ახლა მე ყველაფერი არ არის შესულებული მანდა მაინც. ვერავინ შეგვისრულებს, ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ რა შეგვისრულებენ არც არაფერს. არც ერთი შესრულებული მიწის გარდა. მიწა რა გვინდა თუ დასამუშავებელი ტრანსპორტი არ იქნა და არაფერი არ იქნა. ამ ცარიელ მიწაზე არაფერი არ მევიდა. გუბის წყალია გადათხარე. ვერ გავდივართ გაღმა, საქონლების საძოვარი არა. რო დავხნათ და დავთესოთ და იმექნათ დავამუშაოთ და გამოვიტანოთ, გზაი არა გვაქვს და არაფერი. არაფერი არ გაკეთებულა. მაყოფილი რა ვქნა დეიდა მიმოჯიშვილი არ მაძეს ფუწასული ეგესაც რა გარედას რა გამოგზანი 10 მადლობელია მე 200 ლარს დამალები არაფერი შვილი არაფერი დაპირებები ბევრი შესრულება არაფერი რომელი შესრულებული დაპირება გახსენდება? არაფერი დაპირება არ შეგვისრულებია პირიქით თუ მეემატა ყველს თუ მეემატა გავს თუ მეემატა იმას თუ მეემატა ამა ყველაფერს მეემატა ფასი და ვინ შეგისრულებს რამეს არავის არ შეუსრულები არაფერი მოხსნე სადა გვაქვს სოციალური დახმარება და იგე არაფერი არა გვაქვს არაფერი ეს იყო ხონი და ეხლა იმერეთი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს კითხვა რომელიც არის ინტერაქტივის დღევანდელი შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერვე გაცემული დაპირებები კი თუ არა თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე ზარი უფასოა იაქტიურად ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ თქვენ ივანიშვილის დაპირებებთან დაკავშირებით და გადავინაცვლოთ მეტი ზარია უკვე შემოსული რაც ნიშნავს რომ მაყურებელს აინტერესებს ეს კითხვა და ნამდვილად უნდა შეაფასოს ის დაპირებები, რომლებიც მისცა მას ბიძინა ივანიშვილმა. უნდა გადავინაცვლოთ მეტალურგიის დედაქალაქში, რუსთავში. სადაც უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვის ბოლო არჩევნების განმავლობაში ხელისუფლება ყოველთვის აგებდა ხოლმე არჩევნებს, იმიტომ რომ იქ ყველაზე უფრო მძაფრად ჩანს ეს სოციალური ფონი და ის რომ უმუშევრობა დასაქმება და სწორედ გაჩერებული საწარმოები არის ამ ქვეყნის პრობლემა. თან ალბათ არ იყო ახალი საწარმოს აშენება იქ ესეთი მნიშვნელოვანი უნდა ამუშავებულიყო არსებული საწარმოები, რომელიც იყო და დასაქმებულიყო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ადამიანები, ვინც იყვნენ დასაქმებულები იმ საწარმოებში, რომელიც რუსთავში იყო, ცხოვრობდნენ ისე და არ უჭირდათ ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ახლა უჭირდა. აი ამ გაჭირვებას კარგად აჩვენებს ჩვენი გმირის ისტორიაც. 6 შვილის დედა, მარტოხელა ქალბატონი, რომელიც არის ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი და მის ყოფილმეუღლეს ახლა უკვე აქვს შემაკავებელი ორდერი და საკმაოდ რთულია ამ ქალბატონის ყოფა, როდესაც ჩვენი ჟურნალისტი იყო, არ ვიცი ეს ალბათ ძნელი სათქმელი იყო მისთვისაც, თუმცა ლარი და 60 თეთრი ქონდა იმისთვის, რომ 6 შვილი გამოეყვება იმ დღეს. კიდევ ერთი დეტალი, რაც ძალიან ნიშანდობლივი არის, მხოლოდ 3 შვილი იყო წასული სკოლაში, 3 ბავშვი იყო წასული სკოლაში. და კითხვაზე რატომ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბავშვებს არ ჰქონდათ სათანადო ტანსაცმელი, რომ ყველა მათგანი წასული იყო სკოლაში და რიგრიგობით ერთმანეთის ფეხსაცმელით დღემონაცვლეობით დადიან. მოდი გადავიდეთ და ნახოთ უკვე ეს. ეს 2 წელიწადში და რამდენიმე წელიწადში, სულ 3-4 წელიწადში ბოლომდე არც ერთი ემიგრანტი საზღვარგარეთ ლეგალურად გადავამზადებთ პროფესიებს აქ ჩვენ სასწავლებლებში უფასოდ და აი რაც სჭირდებათ ზუსტად მინიმალური ენაც 2-3 თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. შეიძლება გაწყობს ვიღაცა ხავს ამუშავებს ვიღაცა იქ შეიძლება ნაცისავი ხავს იქ მომუშავე აბა რა შეასრულა ყველაფერი რაც დაგვირდა ჯერ დააცადეთ მაგკაცსა მაქს ქართველობა რა გინა ქალო რა მართლა ეხლა ვარნა ამიღაცა ეს შეიძლება ეს იყო და აბსოლუტურად არაფერი არა ვარ მაგრამ კარგი ახალგაზრდებს აგზავნით საზღვარგარეთ დაიცალოთ მათ ყვირათ აცხადებდნენ ამდენი რამე გაკეთდა ამდენიო მაგრამ ვიცი თავრობა უნდა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს უნდა გადაიყაროს საქართველო აღარ ეს მოგემხრობ 150 ლარი სააკაშვილმა მოგცა განა ივანიშვილმა მოგცა რამდენი მოგცა 150 ლარი ხო ელოდე ეხლა 20 ლარი რო გადმოგიგდო ძაღლივით ეგ არის არა ასფალტები დააგო რაბათის ციხე დააგო მთელი სვანეთი მთელი გურჯაანი მთელი მოვიდე და რა თქმა უნდა ვინც გინდა მოვიდეს ჩვენთვის არავინ არ იქნება არავინ ნაციონალების დროს ცოტა იყო ახლა რო თვალები დათხეს ახალგაზრდა ბავშვებსა და სიცოცხლე გაუმტარეს მისი სააკაშვილის დროს მის თვალებს ვერ ითროდი სულ რა უნდა ვიცახოთ დავაშავე და ააშავე რა არის გახავთ ცხოვრება არ უნდა
აგერა ორი თვის პენსიონერი მიყვახარო. პატარა საჭმელსასმელი ვიყიდო სახელმწიფო რაც ხმქონდეს კიდე სუფრაზე. რა გედებათ სახელმწიფო სუფრაზე? ვიდე და რაზე მეყოფა ვიცი? ვიცი რაზე მეყოფა? იმას ერთი ეს კაი იყო რომ ამდენი ქურდობები და მკვლელობები არ იყო. დეივიწყოთ ის კაცო წევიდა ჩაბარდეს არქივს. სულ ხوار უნდა ვიძახოთ ის იმანისგან ამათ მერე გააკეთეს უკეთესი. ისეთი რამ რაც მე შემეხებოდა როგორც სტუდენტს არაფერი. არც ეკონომიკურის და არ არის ქვეყანაში და არაფერი, ანუ ყველაფერი უარესობისკენ მიდის, არა და წესით ანუ ევროპა იმის მაგალითს გვაძლევს, რომ ანუ და იმის შესაძლებლობას რომ უფრო განვითარდეთ. ავადმყოფი ქალი ვარ. ბანკის სახლს მიყიდის, მიხჩობ მაგისი ბანკია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 28 ლარს ვაძლევ ერთი ნემსი რო ვიყიდო. ავადმყოფი ქალი ვეწვალები. ნახევრად არ წამალი მაგარც საჭმელი მაგ. პენსიიდანაც ავიღე წისრებით ჩულო და საკუთარი პენსიიდან 50 ლარს პროცენტს აკავებენ, ძირს კი არ აკლებენ სეს. 50% თვითონ იღებენ. ჩემი აზრით ხა ცოტა შეიძლება გადაუხვიე თემიდან, მაგრამ იმასთან დაკავშირებით ამაზონის ტყესთან მიღებული შესაბამისობით დაკავშირებით ის $1,000,000 რო გადაიხსა. რა მე მგონი ორი კვირა სვანეთის ლეჩხუმის და რაჭის მთები და ტყე იწვის და რა შესაფერის ზომებს ჯერჯერობით მე მაგალითად ვერსად ვერ ხედავ. რა მე მგონია რომ ცოტა ჩვენ ქვეყანასაც უნდა მიხედოთ ვიდრე სხვის ქვეყანას, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ვართ და მე სხვა დანარჩენი. როგორ არა ყველაფერი შემისრულდა. მაგის გულიზე რო ამბობდი ადრე შემაძმამ ჭიქამესროლა დედა მაგინა. ხა მერტი ჩამოვიდაო, ხმერტ მე ვთხარი ეგ გიჭირებს დედას ყველას მეტი და ასრულდა ეგ პოზიციიდან გამოგზავნილი იყო. დენისა და გაზის ტარიფის განახევრება, სოციალური დახმარების გაორმაგება. გაგვინახევრა სამმაგი დაგვაწესა. ქარხნების აშენება, ხალხის დასაქმება და უკეთესი მომავალი ქართველი ხალხისთვის და არ ჩანს დახმარება უნდა ხალხს მარტო სკამზე ჯდომა და ფულის ჩადება ჯიბეში ეგრეც არ არის. საარჩევნოდ რაღაცას აკმაოდენ, მე რაღაცას აგვართმევენ. უნდა მოვიდეს რომელიმე ისეთი ძალა, რომელსაც საქართველოს უყვარს და ხალხი უყვარს. ზოგადად სიტუაცია რომ ძალიან სავალალოა და თითოეული ადამიანის მდგომარეობა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რა იქნება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი დღე, ეს ნამდვილად ვიცი და ამას ყველა ხედავს. არაფერი, რა შესწავლა, ეგეთი არაფერი არა. ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, განაცვალე, ყველაფერი წიწვლა უნდა წაუდეს. ამ ცხოვრების დროში რა უნდა წაუდეს ეკარო. დაპირება იყო და ისმის ეს დაპირებები მუდმივად თითქოს შესრულებულიაო, მაგრამ სინამდვილეში არ შესრულდა არაფერი. პირიქით ფასები გაორმაგებულია, როგორც მედიკამენტების, ასევე პროდუქტების. რა შეგამოსავალი? მის გადაყენებაში. უпростоრად თანამდებობრივად კი არაფერი უკავია, მაგრამ შეიძლება ითქვას მის გაგდებას ქვეყნიდან. რატომ არ ენდობით? იმიტომ არ ვენდობი რომ გვატყილოს. ყველაფერში. თავიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე. ხავს თხოვდი რომ დამეხმარეთ წამლები თქო და ახლა არ ვიცი რა გავაკეთე. მე თვითონაც ძალიან მტკივა ფეხები, თელი ზაფხული წყალში მტკივა რომ ვითევზო. აი ვიცი მის თხოვთ ახმარება და შენ. საერთოდაც სიმართლე რო გითხრათ, აღარც მიშია და საერთოდ არაფერი აღარ მივიდა. შოთიკო უბრალოდ რო ხედავს რომ მე არ ავჭამ, ისიც არ აჭავს, ის თვითონ ვერ ღეჭავს, ფაფებზე მყავს და ისიც არაფერს არ აჭავს ვერ. საბუნარო სკოლაში მიდის, ან ლუკა და თქვათ ერთი ბულკი უყიდეთ, ერთი მეორეს უნახავს და მოაქვს ბულკის ნახევარზე ცოტა მეტი, რომ ბავშვი თავის ძმებს აჭამას. ბავშვები ხან ერთი დადის სკოლაში, ხან მეორე არ დადის, იმიტომ რომ არა გვაქვს არც ჩასაცმელი, რომ ბავშვები წავიყვანოს სკოლამდე. დღეს ლუკა ვერ წავიდა, იმიტომ რომ ტუფლები არ აქვს. ხო, მაგრამ ისინი უკვე წყალით შედის და ძალიან ისეთია. შოთიკოს ცხირხახის ანგიოფიბრომა აქვს, რის გამოც გერმანიაში წავიყვანეთ, ბინა გავყიდეთ და მეორეთი ვეღარ მოვახერხეთ, იმიტომ რომ სახსრები არ აქონდა წაგვიყვანა და ახლა წარამარა სისხლდენები აქვს ცხვირიდან და პირიდან, რის გამოც ოდიცენოს ყიდულობთ, რომ ოდიცენოზე იყოს. აქვს ძლიერი თავის ტკივილები, რის გამოც ღამეები არ ასინავს.
ასე რაღაცებს აკეთებს, რომ იქნებ სამკაულებს ვაკეთებთ, რომ რაღაცა მაინც გავყიდოთ. რაღაცნაირად პური მაინც ვიყიდოთ და რაც საჭირო არის ბავშვებისთვის, რომ ერთი დღე მაინც გავიტანოთ თავი. ფაქტიურად ხალხის ანაბარა ვართ, ვისაც შეუძლია ხან საჭმე შემოგვაწვდის, ხან რა და მაგითი ვარსებობ თავს უტკმულობ. ეხლა ზამთარია და ძალიან გვეშინია. იმიტომ რომ საიდან არაფერი არ გამოგვდის. ძალიან დიდ გასაჭირში ვცხოვრობთ ამ ეტაპზე. იმიტომ რომ მარტო მევსდი ბავშვებს და ძალიან გვიჭირს. ეხლა თან სოციალური შეგვიჩერეს, რის გამოც საერთოდ უყოლაფრად დავჭით, იმიტომ რომ იმ სოციალური ჩოთიკოსთვის სწავლებს ავყიდულობდით, რომ სისხლის დენა არ აღქონოდა. ეხლა კიდე გამოვალი მდგომარეობა გვაქვს, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ეხლა უნდა გადავინაცვლოთ ჩხოროწყუში, რომელსაც ადგილობრივები იზორიების საფეოდალოს ეძახიან და როგორც ჩვენ ჟურნალის ადგილობრივებმა უამბეს, ყველაფერს მცირე ბიზნეს, ავტოსამრეცხაოდან დაწყებული სარიტუალო დარბაზამდე დამთავრებული აკონტროლებენ იზორიები და შესაბამისად მოსახლეობას ძალიან უჭირს. ამას თან ემატება ისიც, რომ არიან შეშინებულები, ძირითადად უჭირთ საუბარი პრობლემებზე, მით უმეტეს ახლა იმის განხილვა შესრულდა თუ არა დაპირებები. მაგრამ ძალიან კარგად ახსოვთ, მაინც მთავარი დაპირება, რომელიც იყო გაცემული 2012 წელს ბენის ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებით. ზოგადად გადასახადების და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოვრება უფრო ადვილი უნდა გამختارიყო მატერიალური თვალსაზრისით. ამ რეპორტაჟის დასაწყისი არის ჩემთვის ძალიან ესეთი საინტერესო, იმიტომ რომ ქალბატონი სვავს კითხვას და მოდი მე აღარ გავაგზავნებ და უშუალოდ მოვუსმინოთ, რას ეკითხება ის ბიძინა ივანიშვილს. ესეთი დონის გადასახადები, რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ის განახევრება სასაცველოდებოდი, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა და გადაჭარბებულად საუბრობდით, როგორც ჩანს. კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან. 2 ლარი ვივაჭრე დღეს. ამ 2 ლარით მე რა გავაკეთო სახში? პენსია მე არა მაქვს, ჯერ პენსიონერი არა ვარ. გავედით სავაჭროდ არაფერი არ არის. რა ვქნათ? ხომ უნდა ვისაზრდოთ, ოჯახ ხომ? 200.000 სამუშაო ადგილიდან. ჩვენ რაიონში არაფერი არ გაკეთებულა და სხვაგან მე არ ვიცი. ჩვენს რაიონში არაფერი არ არის. 200.000 სამუშაო ადგილი ხო შექმნა ბიძინა ივანიშვილმა? როგორ შექმნა? 4 შვილის დედა ვარ, სად მაქვს სამუშაო? მითხარით. რა შექმნა? ეს არის სიყალბე. 5 მილიონი თითო სოფელს. როგორ? საიდან? როგორ აი დევნილი ვარ, მრავალშვილიანი ვარ და ერთი კაპეკი არ მაქვს თავრობისგან. რომელიც შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა ხომ შეასრულოს რამე? 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა, 200.000 ტყუილია მაგენი, არც ერთი არ იყო მაგენი. რამდენი ქარხანა გაიხსნა ჩხოროწყუში? არც ერთი არ მახსოვს გახსნილი მე. ტარიფები გაიაფთა? პირიქით გაძვირდა, არაფერი გაიფებულა. პირველად იყო, იმის შემდეგ გაქრა. რამდენ სოფელს დაურიგეს 5 მილიონი? არ ვიცი. თვითონ ხო უნდა ის დიდი მილიარდები. და სად ორმაგდება ეს თვითონ იმათ მიაგდათ ყაჩაღებს. ამათ რაც გააკეთეთ მეორე იმდენი ძირი გამოუთხარეს ქვეყანა ძირი. აი ესა ეს. რა 5 მილიონი კი 5 მანეს არ აძლევენ ხალხს ისე მდგომარეობა და რა 5 მილიონი. დღეს რო ესა დოლარი 1 ლარია, თქვა სიტყვაზე ხვალ 3 ლარია და რაც უნდა მოგიმატონ, რაც არ უნდა გააკეთონ, არაფერი არ ჩანს ხალხი ძალიან ძიმე მდგომარეობაში. პროცენტო სესხები იქნებაო, დასაქმება იქნებაო, სამუშაო ადგილები იქნებაო და ასეთი 1000 რაღაცეები, ფასების დაკლება იქნებაო. ჩემი პირადად ჩემთვის არ მოუწია, მაგრამ ხალხი ცოდვა სამუშაო ადგილი არ არის, მუშაობა არ არის, არ გააჩნიათ არაფერი. არაფერი არ გაკეთე. არაფერი, წვალებთ და წვალებთ. ამ წუთამდე ჯერჯერობით არაფერი და არ ვიცი. გაძურდა ყველაფერი და всё, я 200 რა მეყვა, წამაზე არ მეყვა მაგი. რამდენი შესრულებული გა? აი რო გადახედო. არა, ისედაც ვიცი. არც ერთი არა. 5 მილიონი თითო სოფელს. რა თქმა უნდა, უფრო მეტიც იყო. ყველას იაფი ფული, იაფი კრედიტი, მაგრამ არაფერი არ ყოფილა. ასე რომ მე მგონი სულ ერთიც ვერ გაიხსენა? მე ერთიც არ. ჩემ სოფელს არაფერი დატყობია ჯერ, ასეთი არ მახსოვს. 100 ქარხანა რა ვიცი. ახაც თავს ვიკავებ. დაპირებები და რამდენი გახსოვთ შესრულებული? არც ერთი. შესრულებული დაპირება ჩვენ არ გახსოვს ახლა ოცნების მხრიდან. ეს ყველაფერი არის ფარისებული. ყველაფერი. ჩვენთან ჩხოროწყუში ისეთი ცუდი პირობებია. არც ერთი სამუშაო, არც ერთი ქარხანა, არც ერთი მე ფაბრიკებს საერთოდ რატო ვიხსენებ და რატო ვამბობ ამაზე ზედმეტია.
ძალიან ცუდი პირობები. არაფერი არ მოვიდა ჩემ. 5 მილიონი ყველა სოფელს. არაფერი არ მოუტანია ჩემ. რა არის გაკეთებული ჩემს თვალში არაფერი არ არის და რა გითხრათ. რა საბდგავართ. ღიაცისთვის არაფერი არ არის ის. უარყოფითი ყველას აქვს. ცოტა იმანაც გააკეთა და ამანაც. მაგრამ უკმაყოფილო ვარ განსაკუთრებით ჭყოროწუში არაფერი არ გაუკეთებია კარგი. ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო დაპირებები და რამდენი შესრულდა ან რომლები თუ შეგიძლიათ? 100 ფაბრიკა ქარხანა აშენდებაო. აი ეს ძალიან კარგად მახსოვს მშვენივრად. ანუ სამუშაო ადგილების შექმნაზე ამბობდა ბევრი რაღაცები რა ვიცი დაპირებების მეტი რა იყო. და დღეს შესრულებული რომელი? არც ერთი. თვითონ იძახეს, რასაც შევბერდითო ხალხსო ყველაფერი შეუსრულეთო და ეხლა თქვა ესაურავ ხალხს ვერ ვასაქმებ და ნუ ევროპაში ვაგზავ. გაჭირებულა ცხოვრობ შვილო. ცხოვრება არის ცხოვრება. დღევანდელი ცხოვრება. დახმარება არ მიმიღია. არავითარი დახმარება. ამ ხელისუფლებისგან 11 წელი იწვა აღარ მყოფი. 11 წელი. ერთხელ, რაითი 2-3 წლის უკან ამოვარდა ქარი ძლიერი. ბეღელი გადააგდო იქეთ ეს ფანჯრები, კარები, ყველაფერი, ესე იგი, დაყარა ყველაფერი მიწაზე. რა გაჭირება ვნახეთ და მოვიყვანე ამ ჩვენი სოფლის გამგებელი მოვიყვანე და ვაჩვენე ყველაფერი. ამაზე ვინ მოგცემდა კაცო დახმარებას უმითხრა და წავიდა. კაცო ამაზე თუ არ მომცემენ დახმარებას მეთქი აბა ეგერ მეკვდება აღარ მყოფი 11 წელი აღარ მყოფი რომ მყავს ამაზე არ მომცემენ და ჩემი ხმაც რაში გჭირდებათ მეთქი მომთხარ ჩვენთან არაფერი არ შესრულებულია ბიზინა ივანიშვილის მხრიდან დაპირებები არაფრის საშუალება ჩვენ არ აქვს არც სოციალური გვაქვს და არც არაფერი ამით როგორ უნდა ვერჩინო თავი რა ვქნა ამით პური თქვილი ვიყიდო შაქარი ვიყიდო თუ მეც არა ვარ კარგად მედიკამენტები გაძვირებულია ყველა რა უნდა ვიყიდო ამით რავის არ უნდა ეს თავრობა მაგრამ ჩვენ ვირი გეკითხება ამას რავის არ უნდა გადაარგეს ივანიშვილი ესეთი იყო ჩხოროწყუ და მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს შეკითხვა რომელიც ინტერაქტივზე გვაქვს შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე ზარი უფასოა და ამ დროისთვის 10,000-ზე მეტმა მაყურებელმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები არ შეასრულა. თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზარი უფასოა ტელეფონებს ხედავთ ეკრანზე ოდნავ ქვევით. შემდეგი ჩვენი გაჩერება არის გორი, შიდა ქართლი, ისედაც ძალიან ბევრი პრობლემებით დაფუძნული ტერიტორია და ჩვენმა კორესპონდენტმა მოიარა საზღვრის ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლები, იქ გასაგებია რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნათია ერთი კონკრეტული დაპირება მინდა გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის, ეს შეეხებოდა უფასო ფულს, თუ გახსოვს ასე. ძალიან მომხიბლელი და ძალიან მასტური წინადადება იყო, თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს დაპირება მხოლოდ ერთი გორელისთვის შესრულდა და ეს გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძეა, რომელმაც 80 მილიონი მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან და როგორც ჩანს უფასო ფულის დაპირება მხოლოდ ცალკეული მაჟორიტარებისთვის. რა თქმა უნდა და ამავე ადამიანმა დღეს ფავარშიც იყო რეპორტაჟი, წიგნი დააწერინა საკუთარ თავზე და ასეთი მე ერთი ბიზნესმენი მახსენდება, როგორც ის სერიალის გმირია უბრალოდ. ეს იქნება უმეტესილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3% იქნება გადასახადი. ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და ფასების ზრდის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ უძვირებს გადასახადებს მათ, ვისაც კრედიტი ლარში აქვს აღებული. ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე არ უნდა მოეყვანათ, რომ დიდი სამბით მაგის მილიარდებმა მოვა და ფულს გვაჩუქებს და ფულს მოგცემს, აი მან გააკეთა. ღირსები ვართ სულ ყველაფერში, რასაც გაგვიკეთებს, სულ ყველა უნდა ციხეში შეგვყაროს. მათხოვრები ვართ ჩვენა გლეხები და მოიყვანეს მილიარდელი. არით ის რომ იმ კაცს სულ ყველანი ვეჯავრები და არ უნდა ჩვენაირი ხალხი არც ადგილებს შექმნის, არაფერს შექმნის, სულ გადაგვასახლებს, ამშივრებს და გხოცავს. რა დაპირებები შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნოდ დაკვირდათ?
რა გავიხსენ, რა ბევრ რამეს დაგვიდა, მაგრამ მაგის დანაპირები ჩვენ არაფერი არ გვიქდი, ის გვიქდია, რა ვიცი. იმის აშენებაო, ქარხნებიო, რავი, რაღაცები, ხო, თქვა და აბა რა გააკეთა, რა აშენა, რა გაგვიკეთა, მე აზრი არა. ბარზე და თოხზე მუშაობს შენი შვილი. რით იყიდურო პურსა? პენსიით. ხო, პენსიით, აღარ აყიდულობ, წამალში არ აყოფნის და. პენსიით აყიდულობ. შენი შვილი მერე ბარზე და თოხზე რო დადის, ის ცოდუ არ არის? ამირას რა ვის რა გაუკეთეს თუ რა. პირიქით რაც არ მოიმატა, არაფერი არ განახევრებულა. პირიქით უმატებენ, ყველაფერს უმატებენ. საწვავია, გაზია, დენია, სულ ყველაფერზე მომატებულია ფასები. ანუ პირობა არ შეასრულა? არაფერი რა ეგ შესრულებაა პირიქით, ეხლა კიდე ლაპარაკობენ, კიდე იმატებს საწვავისა და ისა პროდუქტიობა. ძინა ივანიშვილის დაპირებები თუ გახსოვთ? რა დაგპირდა? ეს არ არა მაგას დაწოდავთ. თქვენ შეგისრულათ აი სოციალური დახმარებები გაორმაგდება. შენ გენაცვალე არ შემისვლა 60 ლარი მქონდა ადრე და 30 ლარი მაქვს. შიერი უკვდები და დეინახი ახლა ამითი რანაირად უნდა დავამთოთოთ. რანაირად უნდა დავამთოთოთ. ბიძინა ივანიშვილმა რა დაპირებები მოგცათ, რაც შეგისრულათ? არც არაფერი. არაფერს არ შეუსრულებია. გლეხებისთვის არაფერი შრომობთ ეწალებით ჩვენ. სამსახურში უნდა ახალგაზრდასა მისვლა თუ შინაური არ აყამდა ნაცნობი არ აყამ, არანაირად არ გიწყობენ ხელსა. რა დაგპირდათ ბიძინა ივანიშვილმა, რაც შეგისრულათ? დაპირებებს რას გაიხსენებთ? არაფერი. რაც დაგპირდა არაფერი არ გვისულა. არაფერი არ შეგისრულათ? არაფერი. აი მაგალითად 200.000 სამუშაო ადგილი. 100 ქარხანა ყველა რეგიონს. შედაგეწამული შემთხვევით, რა დაგპირდა არაფერი არ ასრულებულა. აი ეგ პასუხია ჩემ. არაფერი გავუკეთებია ჩვენთვისა და არაფერსაც არ გააკეთებს. ყველა თავი ჯუბის აი მაგალითად ერთ-ერთი დაპირება იყო პენსიების გაზრდა, სოციალური არაფერი იყო დაპირება, მაგრამ სიტყვილად არაფერი არ გაუკეთებია ერთი გრამი. ეგ უნდა წავიდეს შეიცვალოს, აი ეგ. აი თქვენი ხმა გადის ყოველ ხუთშაბათს ჩვენი გადაცემა არის, სადაც ხალხის ხმა ისმის ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე. თავარიად შეგიძლიათ სატელევიზიოც ნახოთ, რა თქმა უნდა, ვისაც არ აქვს, ეს გქონდეთ. ძალიან ცუდი პირობებია, რა თქმა უნდა. არის ბევრი რამეა ძალიან გასაკეთებელი და რავი, მე უკვე მაყოფილო დავრჩები ძალიან, ამიტომ რომ ხო ხვდებით, რომ არ არის კარგი სიტუაცია სოფელში, ისეთ როგორიც უნდა იყოს. რამდენი გავიხსენოთ, ბევრია, ძალიან ბევრი. თუნდაც იაფი ფული, თუნდაც ტარიფების განახევრება, მაგრამ არც ერთი აბა სად არის. 5 მილიონი ხო ეგრე ზღაპარი იყო და სამუშაო ადგილები კი არ დაემატა, მე მგონი შემცირდა უფრო. ქვილი გაზვირდა, პროდუქტი გაზვირდა, ვერ აყვიდოთ 55 ლარით. აი დიასახლისმა როგორ უნდა ისხოროს? აცხოროს თავის ოჯახი, თავის ორშვილი, თუ კარგია. არასრულებს დაპირებებს. არასრულებს. ნამდვილად რომ არასრულებს და უნდა წავიდეს, როგორც ასე რომ უნდა წავიდეს. ფეიხია მე აქ სპოტიფობსებ და უყურებ ბატონ ნიკა გვარანი რა თქმა უნდა. აი მაგალითად გადმოგცემთ, თქვენი ხმა არის ახალი გადაცემა, ყოველ ხუთშაბათს 10 საათზე გადის. შეგიძლიათ უყუროთ, მე ყოველთვის უყურებ თქვენ აღას. ყოველთვის ძალიან კარგი. სხვა არხი არ არსებობს. რა დაპირებები გახსენდებათ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოგცათ და 84 დაპირებიდან 2 მაინც შეასრულებინა, რა თუნდა მას ლაპარაკი. რა გაიაფთა ბატონო, იგივე ის ფასები დარჩა. იგივე ის ფასები, აბა რა გაიაფთა, შუქი არ გაიაფთა, გაზი არ გაიაფთა. ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენი, შესაბამისად ჩვენ მოდივართ თქვენთან და ვაშუქებთ ნებისმიერ ადამიანს. ძალიან კარგია, რომ ეხლა მიხვდა პოზიციაც და ოპოზიციაც, რომ მთავარია ხალხის ხმა. აი ბიძინა ივანიშვილის დაპირებები თუ გახსოვთ? დაპირებები ყველა მთავრობას აქვს, მაგრამ არც ერთი არ ასრულებს ხალხის მე აღარ უნდათ აღარც ხალხი, აღარც თავიანთი დაპირებების შესრულება. შევედი ოცნებაში ვიფიქრე, რომ აი მართლა მოდის მთავრობა, რომელიც ხალხზე ფიქრობს, მაგრამ ხალხი იმედგაცრუებული არის. ერთ-ერთი დაპირება იყო მაგალითად 200.000 სამუშაო ადგილი. კი, იყო ბევრი სამუშაო ადგილები, მაგრამ სად არის არც ერთი თუ კი რამე იყო ყველაფერი გააჩერეს და არაფერი, არც ერთი დაპირება. 3 წელია ზუსტად. აგერ ჩამოდივართ, ვეხვეწებით თავარი გზა აქ, სადაც ნახევარი სოფელი აქ იკრძალება, ზაფხულში ვერაივლი, ზამთარში ვერაივლი, მტვერი. ან ხალხი საერთოდ როგორ ცოცხლობს აქ არ ვიცი. ეს გზა ვერ გააკეთეს და სად მიდის ეს 5 მილიონი ვერ გეტყვით. ყველაფერი დაგვიდა, რა ვიცი. კარგი მომავალი და ბედნიერი ცხოვრება. და არის კარგი მომავალი და ბედნიერი ცხოვრება. რა პირად ჩემთვის არა და სხვათვის ვერ გეტყვით.
ძალიან გაჭირებულები ვართ. ოროლია ვატყობ იმას. ან საშუალება გვაქვს რომ ექიმთან წავიყვანოთ. ან ექიმები მოვიყვანოთ ქვეყნის დასათხოვლობით. არა გვაქვს მაგით საშუალება იშვილო. ძალიან გვიჭირს, აი სულ ყველანაირად გვიჭირს, ყველანაირად რომ არ შეიძლება ესე გაჭირებული ადამიანი ცოცხლობდეს ამ ქვეყანაში, აი ამ ქვეყანაში. რა ვაჭამო ამ ავადმყოფებს, რა მიუტანო. მთელი დღე ცოცხლასაც ჭამენ და ყოველ დღე შვილო სუპი, გუშინ წინ გაუკეთე, გუშინ წინდელი სუპი ჩავდა. დღეში სამდენმე ცოცხლა უნდა ვაჭამო, რომ ჯანი მიეცეს შვილო. თუ არა და მოიწეს, რა ხოს ჩაიხოცებია ლოგი. ჩემ მეუღლე წევამ დაარტყა. ხელით გაუჩერდა ფეხით. ვერაფერს ვერ აკეთებს თავი ხელით. სახელმწიფო ჩვენ არაფერში არ დაგხმარებია შვილო. არაფერში აბა არავინ არ გვეხმარება. აი აბა რა ვქნათ შვილო, რა გავაკეთო არ ვიცი. რამისარი და დავიდი და საფლავზე დავიმარხვა, არაფინდა დანახვა, აღარ სიმდიდრეზე აღარ ცეღარიბე, სიუსტე გაჭირებული ვიქნებით შვილო. აი ესე ვატარებ ჩვენ ძაღლი მანდრულ სიბერესაა. მაშასე უკვე 13000-ზე მეტ 14000 უკაცრავად მეტ ადამიანმა დარეკა ინტერაქტივის კითხვა კი არის ასეთი შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაპირებები. თქვენ რას ფიქრობთ კი თუ არა ზარი უფასოა შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ და ნათია ისევ ციფრები. სოციალური მდგომარეობა რომ ამ ქვეყნის პრობლემა არის ეს ყველამ ვიცით და დაპირებაც იყო რომ ამ პრობლემას ეშველებოდა. მაგრამ მოდი ციფრებს მივხედოთ. რას გვეუბნება ციფრები? რამდენად შეიცვალა სურათი ამ მიმართულებით? და ბოლო მონაცემებით მე მგონი 51000-ზე მეტ ადამიანს საერთოდ შეუწყდა ის დახმარება, რომელსაც ღებულობდა. საუბარია მოდი მაყურებელს განვმარტოთ პიკზე, ანუ ამ წლის განმავლობაში ყოველთვის რომ თავით დავანებოთ, მაისთან შედარებით 51000 ადამიანი ამოიღოს უბრალოდ სოციალური შემწეობის მიღებთა სიგნალს. არა და იყო დაპირება, რომ უნდა გაზრდილიყო ის დახმარებები, რომელსაც მისცემდნენ. წავიდეთ კახეთში და მოვისმინოთ ადამიანების აზრი დაპირებებთან დაკავშირებით. ესე არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ივნისიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ სოციალური შემწეობა 38000 ოჯახს მოუხსნა. ლეკაცი მეგონა ნამდვილი ქართველი და ქართველი ხალხის მოყოლული ადამიანი გაიგე. სულ აბნაგლე რა, ვაფშე რა. საცაუნდი გაუბედურე ჩვენ ქვეყანა გაიგე. ხეს რო ის იქა და იქიდან თიც იქნებს. ჩაუჩესკო იყო ვიღაცა ქვით ჩააქვა ეს დედას ვერ მაგას. რაც ყურდენზე შეხვირდა, რომ მანეთზე ზევით არ მოიყოს ყურდენიო, დააკლებინა. აი ეგრე გადაგვყარა რა. ისაც დაგვიდა არაფერ არ შეასრულა. პენსიონო მოგიმატოთ ეგრე არ შეგვისრულა. ამ პენსიონერ ხალხ და სხვა რავი 1000 ამი ჩოკვიდა ეგ, მაგრამ არ გააკეთებია. საუბარი იყო რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნილიყო, ყველა სოფელს 5 მილიონი უნდა ქონოდა. სად არის სამუშაო, აბა სად არის? რაც თავი მახსოვს უდაპირებებია მარტო, ვინ ასრულებს? არ არის არც ერთი შესრულებული. რა შეასრულებად? არაფერს არ შეუსრულებს. აი თქვა დაპირება იყო რომ სოციალური დახმარებები უნდა გაორმაგებულიყო, სამუშაო ადგილები უნდა შექმნილიყო. სათავე ზევიდან იმურობ. ხაკი მინდორში უმუშაო, არც დაპირება ვიცი და არც არაფერი, მაგრამ როგორც ამუშაობ, ისე ვიგრე უმუშაობ. არაფერი გაუმჯობესებულა თქვენ? არაფერი. ქართული ოცნება რომ მოდიოდა ხელისუფლებაში და დაპირებებს იძლეოდა. აქედან რა არის შესრულებული? აი რას გამოყვა? არაფერს არ არის. ეგ გზაზე ვერ გამოგვივლია ეს საქმე. აი რომელია აატარეს მანქანა. ხვალე ისევ იგე დალპება. ხვალე დაეგე მაგრია. ეს გზები რომ უნდა დაგებულიყო. აბა სად არის? არ არის შესრულებული. არ არის. ასევე საუბარი იყო რომ უნდა შექმნილიყო სამუშაო ადგილები, სოციალური დახმარებები გაზრდილიყო. სამუშაო არა ეს შემოგი. სად არის სამუშაო? არსადაც არ არის სამუშაო. ასე ტყოდით თქვენ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. იმავე ვეტყვი რომ არ გვინდა. შო ბიძინა. არ შესრულებულა ეს დაპირება. საგე ხედავ გზა როგორი გვაქვს და რამე არაფერი არა გვაქვს ჩვენ წესიერი. აბა რა გვაქვს?
ეს დაპირებაც იყო, რომ გზების დაიგებოდა სოციალური ყველაფერი იყო დანაპირები, მაგრამ არაფერი არ შესრულებულა. ეს დაპირებაც იყო, რომ 200.000 ახალი სამუშაო. მემრე იყო აბასადარი. რა შეასრულეს? დენი გაორმაგდა. წყალის ფული არ ვიხდით, წყალზეც ფული დაგვიწეს. ერთი მარტო რო სუნთქამ, ჰარს ბარემ დამიყენონ, რომ იმის ფული გადავიხადო. სოჭი 60 კაცი ვარ და 10 პენსია მაგარ დახმარება საქმე რა ვქრა მე აი უკვე თუთურ მე უგლე ვეხოცები რომ აი ვიყიდებეთ გამე კაცი ვარ მაგიდა აი მე ხათრება ჩემი თავის აი დავასაკებე თითო სოფელს მე მახსოვს ეს დაპირებები 5 მილიონი უნდა ქონოდა ხელფასება დღეურად ამუშავდა 30 ლარს მაძლევენ, ეხლა კი არა ზაფხულში, მაგრამ ის 30 ლარი რა არის? დილდა საღამომდე მზეზე ხარ და იწვევ. 100%-იანი დაპირებიდან არ შესრულებულა 1%-იც კი. ყველა რაღაცას ეძებს, ყველას უნდა სამსახური და არსად არ არის. ანუ სამუშაო ადგილების დაპირება არ რა თქმა უნდა, არ შესრულდა. აი წამლების რა, ეხლა ერთი შეღავათები მოგვეცა ის, რომ პენსიონერები ვინც ვართ და ისეთი დაავადებები, ვისაც გვჭირს, რომელიც არის მოურჩენელი, ლარში გვაძლევენ მაგ წამლებს, მაგრამ იმ წამლებს კიდე თავის დამხმარე სხვა წამლები სჭირდება და ის წამლები უკვე 150-200 ლარამდე ადის. სულ 200 ლარია პენსია და ის 200 ლარი რო წამალში მისცე ადამიანმა, საკვები ხო გინდა ელემენტარულად, პური ხო გინდა. იმპულს რაღაცა ხო უნდა მიაყოლო ადამიანმა. დაპირებები რამდენიც გინდა. ყველა ახალი მომსვლელი ამბობს იმას, რომ აი, ამას გავაკეთებ, ამას გაკეთებული ფაქტიურად არაფერი არ აჩანს. ეს იყო კახეთი და მოდი ახლა ვიდრე გადავალთ შემდეგ რეგიონზე ვთქვათ, რომ რეკორდული მაჩვენებელია უკვე მოსახლეობის აქტივობის ჩვენ გადაცემაში ყოველ შემთხვევაში 16000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე იაქტიურა ინტერაქტივთან დაკავშირებით და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით. ეხლა ვთქვათ, რომ ეს ზარები არის უნიკალური და უნიკალური ზარებით არის დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლია თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, შეასრულოთ თუ არა დაპირება მართული პარტიის თავმჯდომარემ. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ასპინძაში და მე უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი რაზე შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი? არ ვიცი, ნუ ეხლა ყველაფერზე მაგალითად ერთნაჭერ შეშაზე, რატომაც არა. ნახე ასპინძაში აჯარიმებენ ადამიანს თუ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს დილით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჟურნალისტ ადგილობრივებმა ასე უთხრეს, რომ პირველივე შეკითხვა დილით ადრე გახდება. საღამოს შეიძლება ამის ხსენება და არ დააჯარიმებენ. საღამოს შეიძლება თუ არა, ყოველ შემთხვევაში დილით ჯარიმაა, როგორც ივანიშვილის ხსენებაზე. სანამ ასპინძაში წავალთ, ერთ დაპირებას კიდე გავახსენებ ჩვენს მაყურებელს, ეს არის დაპირება დენის ტარიფების გაიაფებასთან დაკავშირებით და 3 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდესო დენიო საქართველოში კილოვატ-საათზეა საუბარი. ამას გვირდებოდა იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც აი ამ ასპინძაში რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ააშენა ჰესი უკვე და სახელმწიფოს უნდა მიხიდოს დენი, აბა გამოიცანი რამდენად? არ ვიცი. 3 თეთრად გვირდებოდა, რომ 3 თეთრი უნდა ღირდესო. არა, 5-ად არა, 35 თეთრად ეს სხვადასხვა სქემებით ადის ამ ძალიან მაღალ ციფრზე და მეტიც წყალმა რომ დაიყოს დინარე მტკვარში, ამის კომპენსირება ისევ სახელმწიფოს მოწევს. მოკლედ ძალიან საინტერესო სურათი არის ასპინძაში და მოდი ვნახოთ რას ფიქრობენ იქაურები ამ ყველაფერზე და ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებზე. ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დაიწყო. საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი გაძური და მომატებული ტარიფი სემეკმა დღეს დაადგინა. საწვავის ფასმა ისევ მოიმატა ბენზინის გასამართ სადგურებში, საწვავის საშუალოდ 10-14 თეთრით გაძვირდა. შესრულებით არაფერი არ გაჯარიმო ხო კარგსიზა. რატომ? ჩვენთან ეგრეა დილით ახსენებს ხოლმე ჯარიმას აკეთებ. ანუ ხსენებაც არ არის თქვენ? ხსენებაც არ არის. მერვე წელი აქ არის და მერვე წელია მაგას აქ არ გაუმარჯვიან სოფელში იცოდი. ანუ ძალიან ცუდი მდგომარეობა მის მაგან ხალხი მიიყვანა საშინელებამდე. გაგვაყარიბა და გაგვაღატაკა ხალხი. ეს პირველ დღიდანვე ვიცოდი ჩვენ ხალხს არ აჭირა. შემიძლია გაგახსენოთ დაპირებები, რომელიც მან თავის დროზე მოგცა. ღამეს სიზმარშიც მაგას ავხედა. კი, როგორ არ გვახსოვს. ძალიან ბევრი დაპირება გვახსოვს, მაგრამ ასრულებით არაფერი გაუკეთებიათ. გვაოცნებებია ყველაფერზე. ფასებზე გვაოცნების. ისეთი ფასები გააკეთეს. რას ეტყოდით ბიძინა ივანიშვილს? დავიდეს რა უნდა უთხრა. ეგ უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებელივით. ხელის გულზე სატარებელი მილიარდელი კაცი, მაგრამ კიდე საქართველოს დააქცია. რა უნდა უთხრა ეგეთ კაცს? ქარხნები დახურა. გამიგე? დახურა ქარხნები. სად არის ქარხნები? რამდენი 1000 კაცი მუშაობდა რუსთავში მეტალურგიაში?
რამდენი მუშაობს ახლა? რამდენი არის მშიერი? თვითონ რო ფეხზე უდევ ყავროჩი გადადებული ყავროჩი საკაიფოთ არის. ხალხი როგორ არის? ხალხი როგორ არის? კითხულობს ვაფშე? დღე და ღამე გარეთ ვარ ყავროჩი რო ოჯახ შევინახო და სახში ორი ლუყმა შევიტანო ყავროჩი. გამიგე? რამე შეგვირდა ეგა? შეგვირება არის, მაგრამ ნენელა კეთდება ყველაფერი, რა ვიცი, რა არ კეთდება. ეგ არ ვიცი, მაგრამ უკეთეს ცხოვრება რო იქნება 3 წლის მერე ეგ ქევიცი, მაგრამ არაფერი უკეთესობა არ არის, უკან წავიდა უფრო. სოციალ-დახმარების გაორმაგები კი არის, ხალხი არის ისეთი, ახლა ჩვენი მეზობელი 7 შვილი ყავს, ძალიან გაჭირვებული მოუხსნეს. 3 თვე, 4 თვე მოხსნილი ქონდა აგერ რამდენიმე ხნის მერე. დაპირების მაგივრად ფაქტობრივად? ფაქტობრივად დააბაროთ აკეთება. არაფერი. საერთოდ არაფერი არ გუკეთებია მანქაც საქართველოში. მაგან დაგვირდა პენსიების ძალიან გადიდება, კრედიტები შეგვირდა, კაი გზები შეგვირდა, არ გუკეთებია. რომ შეასრულა? არ ვიცი. დაგვირდა სამუშაო ადგილები იქნება, რამე იქნება, არც ერთი არ შესრულებოდა, რა ვიცი. პენსიები ცოტა გვაქვს, არ ყოფნის. ხალხი უჭირის, გაჭირვებული არიან, რა ვიცი. ყველა ისე იძახიან, მოვლენ, გამოასწორებთო და რომ გეიმაგრებენ საქმეს, მე აღარ ასწორებენ, რა ვიცი. ბევრი არ არის შესრულებული, ახლა პენსიები გაზრდილია, წამლები ძვირია. მე მაგალითად წამალის ხიდნა რომ მინდა, ვერ ვყიდულობ, არ მაქვს იმის საშუალება, არც პენსია, არც ხელფასი. დანაპირები არც მთავრობას არ შეუსრულებენ ხინის ყიდვები და ვერ შეასრულებენ. რატომ? ეგრეა ადამიანის ბუნება. დაპირება ადვილია, შესრულება ძნელია. არაფერი არ შესრულებულა. არც ვახსენდებით, წმინდა არსებობს თუ არა. არც არაფერი პირობა მინახია და არც შესრულება. რა შენ დავეხმაროს? ღმერთთან უკნასი კანდი მივიდე რომ სახელმწიფო და მეხმაროს. განავინდეს ჯერაჯეთების დანაპირები. აღარ უნდა მოურჩეთ ხო ხედავთ ოლიგარქი მმართველობას რაც არის. ბოლოს უნდა გავსაუბროთ. ქვეყანა საერთოდ გვაქვს. გადმოხედავ რეგიონები არ გინდა. 12000 ტონა ხორბალი გადიოდა მარცვლეული ნიალის ზონიდან. არც ერთი ჰექტარი მიწა მოხსნილი აღარ არის უკვე წელს. აი ეს არ დანაპირები. მე უკვე მკვდარი ვარ, მაგრამ შვილებია საქმე, რომ იხვეწებიან აღმა-დაღმა, სტოვებენ ოჯახ. რავი, ეს კრედიტები გასცეს და ვეღარ იხდიან აღარ აქ სამუშაო. რა ვიცი, შვილები ეზრდება და გაჭირებაში ცხოვრობენ. სახლები მეწყერია და დაინგრა. და რო შემოხვიდეთ ჩემზე და ნამაღარო გადმოვარდეს, ხვალ ცოცხალი ვეღარ ავდგები. და შვილებმა ეს გადავარჩინო მეთქი სადღაც წადით შვილო, აქ არის ცხოვრება. არის ცხოვრება, ფიქტიურად ჩემ ოჯახში არის ცხოვრება. ახან რამე არაფერი არ გაუკეთებია, არც მილიონობით და იმით არაფერი არ დაგხმარებია. აი საწვავზე ფასების კლებაზე რა სიტყვით, ესეც ქონა დაპირება. დაპირება იყო, კი, მართალია, მაგრამ უფრო მოემატა. რა სიტყვით ამ დანაპირებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს? რა სიტყვი და ან შეასრულოს დანაპირები, ან გადადგეს. ჩემი აზრით, სიმონ მოსაცილებელი კაცია. ყველანაირად. გლეხი კაცისთვის არც ერთი თავრობა მოსულა და არც მეორეც, მაგრამ რავი, ეგება ვიღაცა მოვიდეს ისეთი რომ ცოტა რაღაც სიგეთე წამოვიდეს ადამიანის მხრე. 5 მილიონი თითო სოფელს. მაგას ყოველთვის იძახოდა, მაგრამ არაფერი. პირიქით შეატრიალა ყველაფერი ცუდისკენ. არ ხდება ძმა, არაფერი. არც დანაპირები. ჯობია რომ აი დაუთმოს ხალხს, არიან ახალგაზრდობა, არც ის მიშა დაბრუნდეს. არის ხალხი. მართლაც რომ ჭკვიანი ხალხი ვუყურებ. იმგენმა ილაპარაკონდა ქვეყნისთვის 1-2, ვისაც უყვარს საქართველო. იმან გააკეთო საქმე, თორე ეგეთი კაცი ნახდათ არ გამოდგება, სათავეში არ გამოდგება არანაირად. რაც ეგ მოიდა შვილო, ჩვენი საქართველო აღარ არის. დანაპირებებს არ ასრულებენ? არ ასრულებენ შვილო. თავიანთვინ ასრულებენ, თავიანთვინ. ვინც არიან ისენი, იმათ სახლები დაიშენეს, 4 სართულიანები, 3 სართულიანები, დასასვენებლები. მიიმათა და ხალხი რო ტირის, აი გული მეწვის რო ბავშვები მშივრები არიანო და სკოლაში ვერ დადიან და ღარიბად არიან. თელმა საქართველოს მიცის რომ როგორ არჩევნებსაც შეგვპირდა და გადაიფიქრა ადამიანმა, უბრალოდ ხალხი მოატყუა და გადააგდო კიდე ერთხელ არა მარტო მაგან,
100 ქარხანაო, არც ერთი ქარხანა, ერთი ქარხანა გვითხრას აბას სად არის? 5 კაცს სად დაასაქმა ერთ რომელ ქარხანაში დაასაქმა ის გვითხრას? კომუნალური გადასახადების შემცირება რაც არც ერთი არ შესრულებულა, არც ერთი. არც ერთი, აი ვინმე თქვას, რომ აქედან რომელიმე არის შესრულებული. და კიდევ ერთი მთიანი რეგიონი უნდა მოვინახულოთ ამჯერად, ეს არის ხულო, სადაც აღმოჩნდა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა დაპირება. ხო, თუმცა უნდა ისიც ვთქვათ, რომ როცა ჟურნალისტი ეკითხება კონკრეტულად ერთი დაპირება მაინც გაიხსენონ, რომელიც შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, უკვე ამ შეკითხვებს თავს არიდებენ. ან პასუხობენ, რომ ყველა. ყველა რა თქმა უნდა. დაკონკრეტებისგან მე თავსიკავდი. დაპირება, რომელიც აქტუალური იყო კიდევ ერთი, ეს იყო იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი ჰქონდათ ჩადებული სესხის უზრუნველყოფის სახით, აღარ დარჩებოდნენ უბრალოდ გარეთ და ხელისუფლება ისე მოაგვარებდა ბანკებთან სიტუაციას, რომ დარჩებოდათ, მიუხედავად იმისა, გადაიხდიდნენ თუ არა ამ იპოთეკურ დავალიანებებს. თუმცა ეს ყველაფერი დარჩა დაპირებად, მივიღეთ გაუაზრებელი რეგულაციები, რომლის გამოც მთელი ქვეყნის ეკონომიკა ესე ჰაერში გამოეკიდა და მივიღეთ სურათი იგივე რაც იყო. ნახოთ ორი პარალელური რეალობა როგორია ხულოში. იპოთეკური კრედიტები, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას, აჭარიდან ვიწყებთ. აჭარაში უახლოეს ერთ კვირაში ალბათ დავასრულებთ მაგ პრობლემას და შემდგომ შესაძლებელი იქნება ეს თელ საქართველოსზე გავაცხადოთ. რა შეიძლება იპოთეკარებს ვერ დაგეთანხმებით იმაშიც, რომ მე რამდენჯერმე დავპირდი, რომ დავაბალანსებდი და კრედიტებს მიცემდი და გავუგზელებდი ესე არ ყოფილა. ძალიან ბევრი დაპირებები, მაგრამ ჯერ არაფერი არ მახსოვს მე შესრულებული. ყველაფერს გვირდებოდა, რომ რამე არ შეუსრულებია. 1-20 ლარი მოგვიმატა და მეტი რამე არ. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, არც ერთი. ხალხი რა გაჭირვებაში ვართ, იცი? შეებზანდიეთ და ნახე რა გაყინულში ვცხოვრობ და მე მუშაობ. მეგენი არც ერთი არ შესრულებულა, ყველას წვით რა პარიგოს, იო. მაგას არ ვინ აღარ მიეთანხმება რამე. სულ ყველა წვილია მან. რა შეგვისრულა, რა ვიცი, აფერი არც ერთი არ შესრულებულა. რას დაპირდა, ასრულებს მე მგონი. არ ვიცი, არც დაპირებული, არც შესრულებია მე არ ვიცი. კომენტარი. დაგპირდა ბიძინა ივანიშვილმა 100 ქარხანა, მაგრამ 100 კი და ერთიც არაუშენებია. ყველაფერი ტყუილია. და როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში რა, დაპირებები არის, მაგრამ ფაქტურად არავინ არ მოუკითხია. აც გაჭირვებული და აც მდიდარი. სხვაგან მოხდით. ანუ თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და არ გიხდებათ. მაგრამ არ გვაინტერესებს ამ ცოტას მოგითხა. ნაციონალიზმს კიდიან ოცნებად სააგაშვის და ივანიშვილს თუ ძალიან გაინტერესებს დიდი ბოდიში. დაპირდა ხალხ, მაგრამ რამე არ შესრულებია. დაპირება, უამრავი დაპირება მახსენდება, რომელიც პირნათლად შეასრულა ბატონმა ბიძინამ და თუ გინდათ კონკრეტულად ჩამოგითვლით. თუ გინდათ მედიკამენტების კუთხით, თუ გინდათ სავადმყოფოების დაფინანსების კუთხით, თუ გინდათ რა ვიცი, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას არ გამოაჩენთ. 2012 წლამდე თუ მქონდა კომპლექსი რაღაც დამიფიქსირებინა ჩემი აზრით საზოგადოებაში, ეხლა აღარ მაქვს. ეს მთავარი შესრულებული დაპირება, რაც მახსენდება, ასე უცებ. ჯერ არ შეუსრულებია არაფერი. არაფერი არა, რაც დაგპირდა, რამე შესრულებული არ არის აქ. არა დაგპირდა. დაგპირდა სამუშაოებით, მასთვის ამთო დაგაკმაყოფილებთო, უმუშევრობა ოჯახში ერთეულ მაინც დავასაქმებთო. არაფერი არა. რა შეგისრულათ? არაფერი არ შეუსრულია და იმსულ. პირობა კაიცის, მაგრამ და მიცემა არის. ყველაფერი შეგისრულათ ბიძინა ივანიშვილმა, რაც დაგპირდა? ო. ყველაფერი შეასრულა. დაპირება იყო 5 მილიონი თითო სოფელს. აი არ მახსოვს, არ ვიცი, მაი თუ არა. სოციალური დახმარებები გააორმაგა? გაორმაგა. საწვავზე ფასმა დაიკლო? რაზე? საწვავზე, ბენზინზე. საწვავზე? საწვავზე ცოტა მეიმატა, მაგრამ პენსია გაგეზარდა 220 ლარამდე? კი. 100 ქარხანა, ერთი ქარხანა მაინც გაიხსნა ხულოში? ქარხანა არ გახსენდა. ყველაფერს ვერ შეასრულებ, ახლა თავარი შეასრულა, რაც დაგგვირდა. დაპირება არაფერი არ შესრულებული. და ასეთ გაუძასლის პირობებში ასეთნაირად ცხოვრობთ. არავის არ ისიქნა ყურადღება არ მოგცევია. ბევრი რამე შეგვისრულა, ბევრი ვერ შეასრულა. ბევრი რამე რა ოჯახში დაპირდები ოჯახს რომ ამას შეგისრულებს, მაგრამ ვერ ასრულებს ბიზნესს რამდენი უნდა შეასრულოს. არ შეასრულებს მაგ. არჩევნების დროს არის პირობა ძალიან ბევრი.
და უხეშად რომ თქვათ, ყველა მისას რომ მიიღებს, შემდეგ გლეხისთვის არაფერი. ბევრი შეასრულა, ბევრი არა. კონკრეტულს გაიხსენებ? ვერა. მარტო ის რაღაც რომ წყალტუბოს უნდა ამუშავოს კაცს. და ანებეთ ამ დემაგოგიას თავი. რა არის დემაგოგია? დემაგოგია რა არის და არ შუსრულები, რამდენი რა შუსრულება და რამაის ხალხი აღველებთ. არ შუსრულებია. რა გინდა? არც ერთი არ აქვს შესრულებული. რაცა პენსიას დუმა და წამლებში არ ყოფნის ის. მე არც ერთ ხელისუფლების წარმომადგენელს არ ვუსმენ, იმიტომ რომ მათი დაპირებებისა არ მჯერა. ბიძინა ივანიშვილი დაპირებებს ასრულებს თანდათანობით. არ დაპირება კი იყო რა, მაგრამ შესრულება არ ყოფილა. ბევრი შესრულდა, ბევრი არ შესრულებულა, ალბათ შეასრულებით. თქვენ იმედი გაქვთ რომ შესრულდება? კი. რომ იტყვიან იმაში გისრულებდნენ ცაცავირბინთ. ხაზარ შესრულება არ არის. ბენზინს მომატა, წყალს მომატა. სულ გადასახადებ ყველაფერი მომატა. ზრუნვა არის, აბა მის ტიპის ჩადის პალა. ყველაფერი კარგად მიდის ჩვენთან, რაცან. ანუ დაპირებები შესრულდა? და ყველა თითქმის. აი, რანაში მეზოდა არ შეასრულებს არასდროს, არ მინდა, დამანებეთ თავი. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია? რანა შეასრულოს, მაგრამ რანა გააკეთო მაგათქო. ცელოფნების ქვეშ ვიძინებთ. ცელოფნებს ვიფარებთ ზემოდან რომ ღამე წვიმდება. იმ პატარა ბავშვებს ღამე აწვით. რომ თენდება, იმის შიშით ვართ რომ ნანგრევებში არ მოვყვით. რომ ძალიან გაუსაძლისად. რომ ახლა გათხოვდეს ალბათ ეს თან ჩაგვიტანს ყველას. ვარ ძალიან გაუსაძლის პირობებში. სოციალური დახმარება გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის. და ცხოვრობთ ამ ძველ გაივლის უკვე საუკუნეს გაივლის იმდენი წლის არის ეს შენობა. პენსია და სოციალური. სხვა მეტი რამე თანხა და საშუალება რამე არ აგვაქვს. ყველაფერი რომ ძვირია და გაძვირდა, რაში გიყოფა არაფერში აქ ყოფნის. რა ვქნათ ვართ ასე? ცოცხან მკვდრები. თხოვთ დახმარებას, არაფერი დახმარება, არაფერი შემოსავალი შედეგი არ გვაქვს. სასადილოში ვართ ჩაწერილი და იმის მეტი რამეს ვერ ყვიდულობ ჩემ წამლებში ამ ყოფნის და იმით ვარ მხოლოდ. ღმერთის მეტი არავისი აღარ გჯერავს და აქვს წამს და ღმერთზე ვართ მინდობილი. ხა ჩვენ უნდა გავიდეთ რეკლამაზე, თუმცა ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებთ, მოდი კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ინტერაქტივი და 20,000-მა მაყურებელმა უკვე გამოხატა თავისი აზრი ინტერაქტივის შეკითხვასთან დაკავშირებით და თითქმის უმრავლესობას 96%-მდე არ სჯერა. არა. ფიქრობს რომ ბიძინა ივანიშვილმა მიცემული დაპირებები არ შეასრულა და მხოლოდ 4% ფიქრობს რომ დიახ ბიძინა ივანიშვილმა მათი აზრით შეასრულა მიცემული დაპირებები. თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ. ერთი წელია ზუსტად გასული იმ ბოლო დაპირებიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი წელი ითხოვა იმისთვის რომ მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა, თუმცა არ ვიცი, მე მგონი საწინააღმდეგოს ხედავთ ეს ყველაფერი ამ პერიოდის განმავლობაში. ისევ დაპირებად დარჩა, მათ შორის იგივე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მათ შორის ძალიან ბევრი რაღაცა, თუმცა ამ ყველაფერზე საუბარს უკვე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ და კიდევ ორი რეგიონი დაგვრჩა მოსავლელი, ასე რომ დროებით რამდენიმე წუთში ისევ ბრუნდებით. და ჩვენ ბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში და გადავიდეთ ახლა მთიულეთში. მთიულეთში, სადაც მოდი ესე ვთქვათ, გატეხილ სიტყვაზე ძალიან მკაცრად და ხისტად რეაგირებენ ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობა, გამომდინარე მათი ტრადიციებიდან. თუმცა მანამდე სანამ უშუალოდ მთიულების მოსაზრებებს მოვისმენთ ივანიშვილის დაპირებებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩვენს ინტერაქტიულ გამოკითხვაში, რომლის კითხვაც ჟღერს ასე შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ მიცემული დაპირებები, რომლებსაც ის 7 წლის განმავლობაში იძლეოდა, კი თუ არა, ზარი უფასოა, შეგიძლიათ დარეკოთ თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ და შეგვიძლია ვნახოთ, რას ფიქრობთ. ვიდრე ვნახავთ, უბრალოდ ერთ პატარა რეპლიკას გავაკეთებ. მთიულეთიდან ჩამოსულ ჩვენ ჟურნალისტს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ადამიანები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ არ უნდა ესაუბრათ კონკრეტულად მთავარის კორესპონდენტთან, იმიტომ რომ ადამიანები ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ გარკვეული სამსახურებიდან, მათთან მისულები და უთხრეს, რომ კრიტიკული მედიიდან თუ ჩამოვა ჟურნალისტი, მათ შეკითხვებისთვის არ უნდა ეპასუხათ. ასეთი შემთხვევების, რომ დაყვებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ჩვენ ხშირად ხდებოდა ასეთ სიტუაცია ჩვენ ჟურნალის აჭარაში, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უკვე სხვა რეგიონებზეც გადავიდა ასეთი ზეწოლა.
ვისლებდე, მაშინ შიერები უნდა დავხოცო შვილები 24 დეკემბრამდე რა, ეხა დეკემბრამდე რომ დახმარება მოვიდეს. ხანარი ხოლმე გვიჩერდება, ერთხელ 4 თვე შეგვიჩერდა. ძალიან ვიყავით ისე, რომ აი მისიაზე კიდე 1000-ზე მეტი აგვივიდა. არც მე მუშაობ, არც ჩემი ქმარი მუშაობს, რა ვიცი მე პატარა მყავს ვერ ვიმუშაებ, რომ ვიმუშაო პატარები ვის დაუტო. ბავშვები ამ თოვლში, ამ ჭყაფში ბოტასები დადიან, ფეხზე არ აქვს. ეხლა ამ თვეში რომ მოვა პატარას უნდა უყიდო, ან ერთს ან მეორეს რომ მივიყვანო. მე მეორე თვეში იმ დიდებს უნდა უყიდო. აი ეს ეხლა მოდის თითო ბავშვს როგორ მეუყიდო, რომ ამიტომ ნისიათს გადავიხადო, რო არ გადავიხადო ნისიათ, მე აღარ მოგცემენ. ძალიან მიჭირს, ძალიან. ხანარი ხოლმე რომ აი მეტირება. არის ხოლმე ძალიან მეტირება, რომ აი ბავშვები რომ მოგთხოვენ ის მიყიდეთ და ის მიყიდეთ. არა მაქვს საშუალება რომ უყიდო. ძალიან ის არის, რომ იმანის იყიდა ფანქარი მიარა მაგ დასცინიან. აქ გძინავს, აქ ავარ ზამთარსა, ზაფხულსაც. რასაც ვქვიათ, აი ერთ ოთახში ვართ. წამალი ვისჭირდება პატარას, რომ კისერს და ფეხებს რო ვერ იმაზე რომ უყიდო, გაუმარგო. დაპირებები ძალიან ბევრი მახსოვს, მაგრამ შესრულებული არაფერი, ჯერჯერობით. ასეთი არ შესრულებულა, რავი, არ ეტყობა არც ქვეყანას, არც ქალაქებს, არც სოფლებს. მომრევი დაპირება იყო ამნაირი, რომელიც არც ერთი არ შესრულებულა, გარდა მიხეილ სააკაშვილის წასვლისა საქართველოდან. შეგვირდა რომ მოგაშორებთ მიხეილ სააკაშვილსა, გაუშვა, დანარჩენი არაფერი არ შეგვისრულა და პირადად მე ძალიან გაბრაზებული ვარ ივანიშვილზე. ბიძინა ივანიშვილი კი არა, ჩვენა ვინც მთავრობა მოდის, სულ ყველა აკუპირდება, მაგრამ არავინ არაფერი არ შეესრულა. ყველაფერი აბსოლუტურად რას დაგვირდა. ყველაფერი შეესრულა. ეგრეა, რა შეასრულა, რა გააკეთა. არაფერი. უპირო კაცი ყოფილა და უპირო იქნება. მახსოვს დაპირებები, მაგრამ არც ერთი არ შეუსრულებია. დაპირებები ბევრი მახსოვს, მაგრამ შესრულებული არაფერი არ მახსოვს და ძალიან ცუდი სიტუაცია და ამას განვიცდი თითოეული აი ფასანავრის მაცხოვრებლები. მახსოვს უკპირდებოდა, კარგ ცხოვრებას კპირდებოდა. რა ვიცი, უკეთეს ცხოვრება არ ყოფილა. არც ერთი არ შეუსრულებია. 5 მილიონი თითო სოფელს და 100 ქარხანა. არც ადრემჯერული და არც ხამჯერული. აი ეგეც დაპირებები რა, ბრეფი დაპირებები არ ამჯერა. საწვავის ფასი ამოვატებული, ყველაფერი მოვატებულია, სხვა არაფერი. სხვა არაფერი არ არის გაკეთებული. შევყვირდნენ მაღალმთიანობას, მოგცეს მაღალმთიანობა. გაზი გვაქვს. უფასო 700 კუბი. შესრულდა. აი რაც დაგყვირდა ჩვენს კუთხეს შეუსრულდა. აბა რა შეგვისრულა ფერასებული სამუშაო არ არის. სოფლებიდან ხალხი მიგრაცია. 100 ქარხანა, სად არის 100 ქარხანა კი არა, 10 ქარხანაც აშენდა, 10-ს აშენდა. არაფერი არ მახსოვს შვილო, რომ მაგ კაცამე შეესრულებინეს. დაგვაყენა აი ქუჩაში. ვართ დგევათ და აი ამ საცოდვილო კაპიკებს ვიღებ. უყურებ ეხლა სოფელს, რაც გადასცა სოფელს, ხო ყველა მანქანები შეიძინეს, რაღაცა ისეთები გააკეთეს, რომ სოფელს არ მოახმარეს. ხო და ეხლა ერთხელ რო გააკეთებ ადამიანის იკეთებს და იმას თუ არ დაინახავენ და თუ არ გამიზნულად რაღაცას არ გააკეთებენ, მე მგონი უკვე მეორედ ვეღარ გაიმეორებ. კი არ შემცირდა პირიქით. გაძვირდა ყველაფერი. არ მახსენდება დაპირება, რომელიც შესრულდა. რაში მაინტერესებს მე კაცო? ჩვენთან რაც არის მთაში ყველაფერი ნორმალურად არის. კარგი, ახლა მაინც არა ჩვენი მერე და გადი გამანებით თავი რა. აქ მოიგო ფაქტიურად 0-ზე დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს. აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა, რაც ეხება სოფელს და რაც ეხება მოსახლეობას, აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა. საერთოდ. ხალხის დახოცვა შესრულა თუ დანარჩენი არაფერი. არა მოჭრა რასაც ვიტყვი მაშინ. არ მჭრით. მარგველაშვილისა და ნათელაშვილის გარდა ყველას დედავატირე მე რა. ნაწილი შესრულე, ნაწილი შეუსრულებელია ისე როცა. ასეთი იყო მთიულეთი და ეხა კიდევ ერთ ლამაზ კუთხეში უნდა გადავინაცვლოთ, ეს არის პანკისი. სადაც სიტყვას ასევე განსაკუთრებულად დიდი ფასი აქვს და განსაკუთრებულად ფასობს შენი მიცემული სიტყვის დაცვა და შესრულება და ასევე ძალიან მტკივნეულად აღიქვავენ შეუსრულებელ დაპირებას.
მაგრამ ეს ადამიანებიც ამბობენ, რომ მათთვის მიცემული სიტყვა გატეხილია და კიდევ ერთი სატკივარი, რომელიც მათ აქვთ, ისინი ამბობენ, რომ ყველა ხელისუფალი რატომღაც მათ უყურებს ეჭვის თვალით რაღაცნაირად. ვერ იხსენებენ, რა თქმა უნდა, ეხა დაპირებებს, რომელიც შესრულდა. ალბათ არც ერთი არ არის პანკისში, რა ვიცი. რა შესრულდებოდა კიდევ ერთი რაღაცა, რაზეც პანკისელები ძალიან ესე გულახდილად საუბრობენ ჩვენს ჟურნალისტებთან, ეს არის უსამართლობა. უსამართლობა ყველა მიმართულებით. მათ შორის შენ ახსენე უკვე, რომ რაღაც უსამართლო იარლიყების მიწებება და ყველა ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს. უსამართლობა თუნდაც სოციალური მიმართულებით და უსამართლობა ზოგადად იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ხეობაში, ავიცი, ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასე რომ ძალიან ბევრი საქმელი აღმოაჩნდა პანკისელებს და ჩვენ შეგვიძლია მათი მოსაზრება მოვისმენთ. დღეს ჩამოვედით დუიში, პანკისის ხეობაში, იმისთვის რომ გავარკვიოთ მოსახლეობასთან ის დაპირებები, რომელსაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დროს იძლეოდა, არის თუ არა შესრულებული. პანკისის ხეობა არის ის ადგილი, სადაც ადგილობრივები შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქვეყანაში ყველაზე უფრო პატრიოტულად უდგებიან გარკვეულ საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლება მათ გარკვეული ეჭვის თვალით უყურებდა, ეს ადამიანები მაინც ნებისმიერი მწვავე პერიოდის დროს საქართველოს მოსახლეობას ეხმარებოდა, ამიტომ არის საინტერესო, რას ფიქრობენ დუისელები იმ დაპირებებზე, რომელსაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დროს იძლეოდა. თქვენ როგორც აქ ადგილობრივი, რას იტყოდით იმ დაპირებებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასცა და არის თუ არა შესრულებული დღეს? რა ვიცი, ჩვენთვის კი არაფერი არ არის შესრულებული. არაფერი არ მახსენდება მაგათი. რა გააკეთეს იმათ, ცუდის მეტი. აი რას გპირდებოდნენ და რა არ არის შესრულებული? ყველაფერი რა გააკეთეს, არაფერი არ გაუკეთებიათ. რას გაიხსენებდით, როდესაც მოდიოდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და დაპირებებს იძლეოდა, რა შეასრულა ამ დაპირებებიდან? რა ვიცი, ჩვენც არაფერი არ შეასრულებიათ. დახმარებაც არ აქვს, მარტო გავცხოვრო. დიახ. გახსოვთ ის დაპირებები, კი, როგორ არა. ყველაფერს პირდებოდა, ყველაფერს გაგიკეთებთ, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ მაგათ. ეხლა ეს ოცნება რომ მოვიდა, ფიქრობდი სამართლიანობა აღდგება. ყველაზე ცუდი არის უსამართლობა. ადამიანი შიმშილსაც აიტანს. უსამართლობა რომ შენი სიმართლე გაარკვე იმის ადგილი არ არის. ვერ მიაღწიეთ? ვერ მივაღწიე. დღესაც იმ შვილს ჩამოსვის საშუალება, მაგრამ მარტო ვარ დარჩენილი და ყველა კარგი დაპირებებით ჩამოწ მაგას. ამაზე რომ დაიდება ყველაფერი ავიწყდები. ნახევარზე მეტი შეცვლილებული არ არის და ნახევარზე როგორ რონაირი კეთება? ნახევარ შეასრულეს. პირობა კაია, მაგრამ შესრულება ხომ დაიხსნა. პირობა მოხდეს, მაგრამ არ შესრულებულა. კი რა თქმა უნდა. რომელი არ შეასრულა? არც ერთი. რომელი გახსენდება თქვენ რომ დაგკვირდათ? ყველაფერი დაგკვირდა, მაგრამ არაფერი არ შეუსრულებია. რო გკვირდებოდნენ რომ თქვა სოციალური დახმარებები უნდა გაორმაგებულიყო, medikamentები უნდა გაიაფებულიყო. არაფერი არ გაუკეთებიათ, სოციალური დაუცველი კი ვარ, მაგრამ ეგ დახმარებას ვიღებ 50 ლარს. მეტი შემოსავალი საერთოდ არ ამაქვს. ის დაპირებები, რომელიც 2012 წლამდე იყო მიცემული ქართული ოცნების მხრიდან, რომელი შესრულდა, რომელი გახსენდება თქვენ? არაფერი არ მახსოვს. არ გაუკეთებიათ არაფერი. დიახ. ბოროტების მეტი. არც იმათ და არც ნაცებს. თუ არ მაინტერესებს. რა ხდება? რატო ხდება? ესენი შვილე. ჩვენი ხელისუფლება არ არის. ეს ვიღაცის ხელისუფლება და მგონი ჩვენთვის სასარგებლო არც ერთი არა. ხეობაში აი ყველაზე უფრო ზეწოლა ყოველთვის ყოველ თავრობის მოსვლას ამ ხეობის ბიჭები ეწილებიან სამწუხაროდ. სამწუხაროდ. ზუსტად აი მარტო ეს პრობლემა მაქვს მე. ტერორისტობა რო დააბრალეს, რომ არაფერში არ არის დამნაშავეები. აი ზუსტად ეგ. აი დაპირებებიდან გამეჩი არის შესრულებული. არაფერის არ არის შესრულებული. რა შეასრულეს? რა შეასრულეს უკან წაიღეს. რას გამოყოფით? რა იყო მთავარი დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა და რა არის ახლა შესრულებული? და თუ გახსენდებათ ეს დაპირება? არაფერი. წინა ხელისუფლების უარესები არის.
ყურადღებას არ მახსოვს. მოხუცი ხალხი ვართ სიტუაციები. რა გპირდებოდათ ქართული ოცნება როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში? ყველანაირ დახმარებას, ყველანაირ სასვეს, რომ ყველანაირად ერთი წვითა გაგუმჯობესებდნენ ცხოვრებას, უგუმატებდნენ პენსიებსაც და დახმარებებიცა იმას. არ შესრულდა ესე? არაფერი. მარტო პენსია კი მოგიმატეს და დახმარებები საერთოდ ვისაც ჰქონდა იმებსაც კიდე მაუხსნეს ესე. ძებსაც აკვირდებოდნენ. ლანტვანებსაც აკვირდებოდნენ. 800.000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. გეცინებათ ხო ამაზე? აბა სად არის? საუბარი იყო მედიკამენტების გაიაფებებზე, სოციალური დახმარებების გაორმაგებაზე, პენსიების მატებაზე. 5 მილიონი უნდა ქონოდა თითო სოფელს. ვაიმე. თუ შესრულდა ეს დაპირებები? დაპირებები თუ არის შესრულებული, რომელიც ხელისუფლებამ გასცა არჩევნებამდე? ჩვენზე კარგად მანდიც არ არის. ჯერჯერობით არაფერი. აი რას გამოყოფდით? რა იყო მთავარი დაპირება, რომელსაც ქართული ოცნება იძლეოდა არჩევნების წინ? არ არის არაფერი შესრულებული? აი ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ინტერაქტივი. შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის დაპირებები, რომელიც ამ 7 წლის განმავლობაში იყო გაცემული. 21,500-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და უმრავლესობა ფიქრობს, რომ დაპირებები არ შესრულდა. არა, არ შესრულდა უმრავლესობის პოზიციით. ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა თავის დაპირებების შესრულება. აქვე უნდა ვთქვათ, ნათია, რომ ეს გადაცემა არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ იმაზე ორიენტირებული, რომ ვისაუბროთ პრობლემაზე, ვისაუბროთ იმ შეუსრულებელ დაპირებებზე და იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. არამედ რაღაცნაირად შევთავაზოთ მათ შორის გამოსავალს ჩვენს მაყურებელს, მათ შორის დახმარებას რაღაცნაირად დავეხმაროთ და ნიშანდობლივია, რომ აი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურობს ემიგრაცია, ძალიან ხშირად გვეხმარებიან. გასულ რეპორტაჟებს უკვე აქვს გამოხმაურება, ძირითადად მათ შორის ამ გადაცემაში გასულსაც უკვე. ამ გადაცემაში გასულ რეპორტაჟებსაც აქვს გამოხმაურება, ემიგრანტები ძალიან აქტიურობენ, მათ არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ჩვენი რეპორტაჟების გმირები, ეხმარებიან და ჩვენ მომდევნო გადაცემაში აუცილებლად შემოგთავაზებთ რეპორტაჟს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იცვლება ჩვენი რეპორტაჟის გმირების ცხოვრება. რა თქმა უნდა, ნათია, სანამ დავემშვიდობებოდეთ მაყურებელს, მე მინდა კიდევ ერთი დაპირება გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მას შეასრულა. ის თბილისელებს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მას აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ კულტუროლოგები აკრიტიკებდნენ, ისტორიკოსები, რა ვიცი, ყველა, ვისაც კი რაღაცა შუა მოეკითხებოდა ამ სფეროში, ის ამბობდა, რომ დიახ, მე პანორამა თბილისს მაინც ავაშენებო და აი ქართული ოცნების ოფისის გვერდზე მან უკვე ააშენა ესეთი კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილი სასტუმროსი, ასე რომ დიახ, რაღაც დაპირებებს ის მაინც ასრულებს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, ჩვენ გემშვიდობებთ.